მოგესალმები. დღეს ვისაუბრებ იმაზე, რას გავაკეთებდი, ეხლა რომ ვიწყებდე იოგას ვარჯიშს და ვიყო აბსოლუტურად დამწყები. პირველ რიგში მნიშვნელოვანია, რომ გავარკვიოთ, რატომ გვინდა იოგას დაწყება. იოგა შეიძლება უნდოდეს ადამიანს ჯანმრთელობიდან გამომდინარე, შესაძლოა უნდოდეს უბრალოდ მოქნიურობის განვითარებისთვის, ან გონების სიმშვიდის, სუნთქვითი სავარჯიშოებისთვის, ანუ სუნთქვის პრობლემები ჰქონდეს და უნდოდეს რომ სუნთქვითი სავარჯიშოებით დაიბრუნოს და რამდენადაც მიზეზები არის სხვადასხვა, იმდენად იოგას მიმართულებებიც არის სხვადასხვა და დაწყებული მხოლოდ სუნთქვითი სავარჯიშოებიდან საკმაოდ აქტიურ იოგას სტილამდე შეიძლება განვიხილოთ მიმართულებები. ამიტომ მნიშვნელოვანია შენ თვითონ იცოდე, რატომ ვიწყებ იოგას. თუ ჯერ არ იცი და არ არის განსაკუთრებულად სამედიცინო ჩვენება ამ მიმართულებით, გირჩევდი, რომ რამოდენიმე კლასი მოგესინჯა და შემდეგ გაგეკეთებინა არჩევანი, თუ რომელი სტილია შენთვის მისაღები, რომელი სიამოვნებს, რომელი არ გტვირთავს, რის შემდეგ გრძნობ გახსნას, ასე ვთქვათ, თავისუფლებას და ასე შემდეგ. და მარტივად რომ ჩამოვაყალიბოთ, პირველ რიგში გავარკვევდი მიზეზში, თუ რატომ. შემდეგ მოვიძიებდი ახლო ლოკაციის სტუდიებს ჩემს გარშემო. შესაძლოა ყველგანაც გადასტოთ, საცდელ გაკვეთილად ყველგან მიხვიდეთ და მოსინჯოთ, სადაც ასწავლიან, იმიტომ რომ შესაძლოა ერთი და იგივე სტილიც გქონდეს სტუდიას ან ინსტრუქტორს, მაგრამ ყველა ინსტრუქტორთან მაინც განსხვავებული არის თუნდაც ერთი და იგივე სტილის იოგას ვარჯიში. ვინაიდან ამ ინსტრუქტორს აქვს თავისი მიდგომა, თავისი მეთოდი, დამოკიდებულება და მაინც განსხვავდება. ამიტომ ნახავდი, რომელი ინსტრუქტორი არის უფრო ჩემთან ახლოს, რეზონირებს ჩემთან, რომელი იოგას მიმართულება არის ჩემთან ახლოს და შეესაბამება ჩემს მიზნებს. გავტესტავდი სხვადასხვას და როდესაც ამაში დავწმუნდებოდი, ასევე ინსტრუქტორს დავუსვამდი კითხვებს და რა თქმა უნდა, თუ იქნებოდა აქ სამედიცინო ჩვენება, წავიდოდი ჩემი სამედიცინო ჩვენებით და ავუხსნით ინსტრუქტორს თუ რა მაწუხებს და რატომ მოვდივარ, შესაძლოა სრულიადაც არ იყოს რეკომენდირებული ჯგუფური ვარჯიში და ინდივიდუალური სესია გესაჭიროებოდეთ. დავაკვირდებოდი მის მიდგომას, მეთოდიკას, ახსნას და ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, გადავწყვეტდი, სად მინდა რომ დავესწრო. და ის დეტალები, რასაც ძირითადად უპირატესობად მიიჩნევენ ხოლმე და მნიშვნელოვანებას ანიჭებენ, როგორიც არის მატის შეძენა, სავარჯიშო ტანსაცმელების შეძენა, აქსესუარები, ატრიბუტები და ასე შემდეგ, მე მოგცემდით რეკომენდაციას, რომ არ გეჩქარათ, ჯერ დაგეწყოთ იოგა და შემდეგ ნელ-ნელა შეგეძინათ ის, რაც პრაქტიკაში გჭირდებათ. მნიშვნელოვანია, რაც გეცმევათ, ის იყოს მაქსიმალურად ბუნებრივი ქსოვილის, რომ არ შეგაწუხოთ, არ იყოს ძალიან მოშვებული, რომ ვარჯიშის დროს არ გაგავიზიანოთ, არ იყოს ძალიან მომდგარი ტანზე, რომ არ შეგზღუდოთ, სუნთქავდეს სამოსი. რაც შეეხება მატს, მატი უნდა არჩიოთ იმის მიხედვით, რაც იოგას ვარჯიშის დროს შეატყობთ, როგორ გჭირდებათ. სხვადასხვა ტიპის მატები არსებობს, უფრო შედარებით სქელი, თხელი და კარგად მდგრადი. მნიშვნელოვანია, რომ არ იყოს პარალონის ვარიაცია, კარგი მოჭიდება გქონდეს იატაკზე, არ იყოს ძალიან სქელი და რბილი, იმიტომ რომ ბალანსების დროს რთულია, მართალია რბილია, მაგრამ ბალანსების დროს ხელს შეგიშლით. არ იყოს იმდენად თხელი, რომ იატაკი მთლიანად იგრძნობოდეს. და მოერიდეთ ისეთ მატებს, რომლებიც იფრცხუნება, ანუ აი შრევდება. ჯობია რომ კარგად დააკვირდეთ, რა გჭირდებათ, როგორი მატი გჭირდებათ, სიმაღლეში როგორ ხართ და შემდეგ იმის შესაბამისად რა სიგრძის მატი დაგჭირდებათ და ამის შემდეგ შეგიძლიათ რომ მატიც ან შეიძინოთ, შეუკვეთოთ, ან ნაღაზიაში შეიძინოთ.
შეგიძლიათ რამდენიმე გაკვეთილი სტუდიის მეთოდით ისარგებლოთ, ასე რომ ის რომ რაღაც სავარჯიშო ტანსაცმელი არ აქვს ადამიანს, არ აქვს თქვათ მატი და არ აქვს რაღაც ინვენტარის შეძენის იმ მომენტში საშუალება ვთქვათ, არ არის იმის მიზეზი რომ არ წახვიდეთ და იოგა არ ივარჯიშოთ. ყველაზე მინიმალური ატრიბუტი ჭირდება მგონი იოგას ჩვეულებრივ ეს სახლში რაც გაცვიოთ, თუნდაც ის 60 ახალი წინ და ფეხზე, ზოგი ფეხში შუათ ვარჯიშობს, მატით ისარგებლებთ სტუდიის მატით, ყველგან არის და ასევე იქვეც სტუდიაში უნდა დაგვხვდეთ საჭირო ატრიბუტები, ბლოკი იქნება, კამარი იქნება და ისარგებლებთ იმით. ასევე მნიშვნელოვანია რომ ბოლოს იოგას დასასრულს, როცა ეს მოძრაობები და ასანების სერია სრულდება, არის შავასანას სერია. უნდა გირჩევთ, რომ არ გამოწვევოთ შავასანა. დარჩეთ, იმიტომ რომ შავასანას დამასრულებელი, ასე ვთქვათ, შეჯამებაა, ეს არის სხეულის დასვენება აქტიური ასანების შემდეგ. ფაქტურად აი ის მთელი მოძრაობები აკეთე იმისთვის, რომ შენმა სხეულმა მოიპოვოს სიმშვიდე, იგრძნო წინააღმდეგობების მოხსნა, სხეულში იგრძნო სიმსუბუქე და აი ეს ბოლო 5-10 წუთი გაძლევს დასასრულის რაღაცა ფინალის შეგრძნებას. ამიტომ არ გამოტოვოთ, არ დაგეზაროთ დარჩენა. ბევრს აქვს უბრალოდ როგორ ვიწვე, ანუ ეზარებათ, ვერ თავსდებიან, გამოიყენეთ ბალიშები, ბლოკები, ლედი გქონდეთ თუნდაც და ეცადეთ რომ რა ეს რამდენიმე წუთი საკუთარ თავთან იყოთ და მისცეთ უბრალოდ სხეულს დასვენების საშუალება. არაფრის გაკეთება მანდ არ არის საჭირო, უბრალოდ უნდა იწვეთ. იმის მერე, რაც აი ამ რეკომენდაციებს გაითვალისწინებთ, ნელა-ნელა, სიღრმისეულად და პრაქტიკაში ხვდები უკვე ადამიანი რამდენად არის იოგა შენი მიმართულება, რამდენად გეხმარება და რაც მთავარია, იოგას ვარჯიში არ არის ძალდატანებითი, არ არის იძულებითი პრაქტიკა. და ყოველთვის თუნდაც ჯგუფური ვარჯიშების დროს უნდა იყოს შესაძლებელი, რომ თქვენ შეასრულოთ ისე ნებისმიერი მოძრაობა, როგორც ეს თქვენ გამოგდით და წესით მცირე ჯგუფში 10 ადამიანს გულისხმობ დაახლოებით, არ უნდა იყოს იმის პრობლემა, რომ ინსტრუქტორი მოგიდგეთ შეძლების დაფარად ინდივიდუალურად. თუ გაქნებათ კითხვები დამატებითად, შეგიძლიათ მომწეროთ, კომენტარებში დამწეროთ. გიპასუხებთ, ვინაიდან როცა მე იოგას ვიწყებდი, ისიც კი არ ვიცოდი, რომ სხვადასხვა სახეობები გქონდა. და ძალიან დამეხმარებოდა მაშინ, აი ეს რჩევები, რომ ჩემთვის ვინმეს მოეცა. წარმატებულ დღეს გისურვებთ და იოგას პრაქტიკას.